შვედეთში სკოლებში ბეჭდური წიგნები ბრუნდება. ხელისუფლების წარმომადგენლები და პედაგოგები აცხადებენ, რომ ტრადიციულ სწავლებაზე დაბრუნებამ უკვე დადებითი შედეგი გამოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში მოსწავლეთა კითხვის დონე შემცირდა იმ პერიოდში, როცა საკლასო ოთახებში ფართოდ გამოიყენებოდა აიპადები და ლეპტოპები. ახლა ყურადღება გადატანილია ბეჭდურ წიგნებზე, ხელით წერასა და ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაზე. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე. პედაგოგების განმარტებით უკვე თავად ბავშვებიც ითხოვენ უფრო მეტ წიგნს და ამ მეთოდით სწავლებას. მათი თქმით, ბეჭდური წიგნებით სწავლებისას მოსწავლეები ინფორმაციას უფრო სწრაფად ითვისებენ და უკეთ იმახსოვრებენ. ტექნოლოგიების სრულ აკრძალვაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის. ციფრული მოწყობილობები კვლავ გამოიყენება სასწავლო პროცესში, თუმცა სახელმწიფო მეტ თანხას ხარჯავს ახალი ბეჭდური სახელმძღვანელოებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. შეგახსენებთ, რომ 2000 წლიდან დაიწყო და 2010 წლებში შვედეთის სკოლებში წიგნები ეტაპობრივად ჩანაცვლდა ლეპტოპებით და აიპადებით. მიზანი იყო მოსწავლეების მომზადება ციფრული სამყაროსთვის, თუმცა ამ ნაბიჯმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო. ქვეყანაში, სადაც 2000 წელს კითხვის დონე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად ითვლებოდა, შემდეგ წლებში შედეგები თანდათან გაუარესდა. 2012 წელს კი შვედეთმა საერთაშორისო კვლევაში, რომელიც 15 წლის მოსწავლეების ცოდნას ამოწმებდა, ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა. ახლა საზოგადოების მოთხოვნით წიგნები ისევ დაბრუნდა საკლასო ოთახებში.